გამარჯობათ ნანა დეიდას ვეღარ დაგიძახით როგორ ახარ? კარგად, შენ როგორ ახარ? არაჩვეულებრივად დავდივარ ქუთაისში. ვარკვევ ჩემი შვილების თემას, ყოველ კვირით ვარ აქ. დავაარსე საქველმოქმედო ფონდი, ვეხმარებთ ყველა მოპარულ ბავშვებს, ვინც ეძებს ბიოლოგიურ ოჯახებს. ძალიან კარგი. მაინტერესებს ნახეთ თქვენი ჩვენება პოლიციაში. ბატონო. და წერთ იქ რომ უნდა იყოს გაცვლის ბარათი. სად არის ეს გაცვლის ბარათი? კლინიკა რატო იძახის არ არის ჩვენთანო? საერთოდ გაცვლის გამოსვლის ბარათი იძლეოდა 30 კვირიდან. ხო. ეს პატარა ვადა იყო და ამიტომ არ ვაძლევ. 7 თვე პატარა ვადა? 7 თვე რა, 5 თვე არის? 5 თვე ვიყავი ორსულად რაც გავიგე, ორსულად რომ ვიყავი. იმ დადგინდა? რაღაცა ის ხო ქონდა, რა ქვია? რა მქონდა? რაღაცა ქონდა შენ ენდოკრინოლოგის ისა. კი ბატონო, იქედან გამომდინარე. კი, ის რამდენი აღრიცხვაზე. აპრილის ბოლოს. ყველაფერი ეწერა იქიდან რომ გამოვთვალეთ. ის გამოდიოდა 21-22 კვირა ჩემო. ეგ კონსულტაციაზე როდესაც დავდექი. კონსულტაციაზე, ხო, იმ დროს ხო და მოვედი აქ თქვენთან შობიარე ივნისში. არ იყო. ივნისში შემოვედი. იქედან გამომდინარე რომ გადავითვალე, მას ქნა რა ქვია, დადგა 21 დიდი 22 კვირა ესა ჩემო გოგო. კარგი, გავაგრძელოთ მაშინ საუბარი. ჩემი ისტორია ჯერ ერთი ეგასი არ არის და ყველამ კარგად იცის და მოწმეები მყავს იმდენი რომ ეს იყო ზუსტად ივნისის თვეში. აი ეხლა უკვე ხვა 20 რიცხვში დედაჩემი წავიდა პირველად საზღვარგარეთ და მანამდე რამოდენიმე დღის მოლეული იყო უკვე ეგ თემა. ამოვიღე ჩემი ჩანაწერები უნივერსიტეტიდან, სადაც ზუსტად 10 რიცხვში მეწყებოდა გამოცდები, 10 და 12 ჩათვლები, გამოცდები და ვიხსენებ რომ აქ ვიყავი, მაშინ გამოცდაზე უნდა გავსულიყავი პირველ გასვლაზე, უფასოზე ვსწავლობდი და არ შეიძლებოდა გადანაცვლება ამ გასვლების. ხო და იქ რომ ნახე, მე 6 თვე არა ვარ უნივერსიტეტში 1 სემესტრი გამოჩენილი, რა აქედან რომ გამოვედი ნარკოზით, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ძალიან ცუდად ვერ ვდგებოდი, ვერ ვსწავდიოდი და ვერაფერი. როგორც დადგინდა, ნამშობიარები ვარ. სახშივე დამეწყო მშობიარობა, ამიტად ეს ეგრევე შემომიყვანეს. ითხარი რომ ერთი დავბადე სახში გამომივარდაო. არა, თავი იყო გამოყოფილი, ესეც დაინახა ეგთანმა, თორე მე არ შემიხედავს ბავშვის ისა, მაგრამ ბავშვი წამოვიდა. ერთი ასე მითხარი რომ მოდი. ერთი მშობიარო დავაგდე სახში წამოვიდა. არასად არ დამიგდია, არაფერი რა სამოვდა, არაფერი არასად არ დამიგდია. მე ვთქვი რომ მშობიარობა დამეწყო და ბავშვი წამოვიდა. მაგრამ ბავშვი არასად არ დამიგდია, მე ატატებული ესეთ მდგომარეობაში. ანუ ეს ვიგრძენით ხო? მომისმინე ჩემო გოგო 7 თვეს აქ არ მიიღებდი. ჩვენ სამშობიაროში. საკითხავით ეგაა, რატო არ უნდა მიიღოთ წესით, მაგრამ რატო მიმიღეს? ხო, მე რა ვიცი. მე გეტყვით ახლა რატო მიმიღეს? იმიტომ რომ როგორც ამბობს ერთ-ერთი ეგთანი. მიმიღებდნენ იმ შემთხვევაში რომ ასეთი მდგომარეობა იყო თითქოს რომ უკვე ბავშვი ჩამოსული იყო ერთ-ერთი ბოდიში და გაკლეხებული იყო ალბათო და იმიტომ მიგიღესო. მაგრამ როდესაც მე მას ვუთხარი რომ მე გადამიყვანე შემდეგ პალატაში და ეს ყველაფერი ხდებოდა დღის მენაში. ვინ იყო დღის ექიმები, ვინ იყო დღის ექთნები? აბსოლუტურად ყველაფერი გამოვარკვიე. მორიგეობით დამყავს პოლიციაში. ერთმანეთს ადებენ ხელს. ერთ-ერთმა ისიც მითხრა რომ თქვენი ყავით მორიგე იმ ღამეს. არ გახსოვს. ხუთი მშობიარე იყო. მე ვიყავი მორიგე? მე არ მახსოვს არაფერი, იმიტომ რომ ნარკოში ვიყავი. მე თავი არ ამიწევია. შურღაია საიდან? ეს მოსელიანმა თქვა. რა? ეს მოსელიანმა თქვა, შურღაია მიგიღო. რა იცის, მაგრამ? მე რა ვიცი, რა იცის. ესე იგი შენ მიგიღო შურღაია. ასე მეუბნება, მაგრამ ფაქტი არ არის, მე არ მახსოვს იქ სახეზე შურღაია იყო თუ ვინ იყო. მე არავინ არ მახსოვს ოპერაციის შემდეგ თუ რაც იყო, რა შეიძლება დავარქვათ. რომ შენ არ მე არ გემახსოვრებოდა რომ შემოვედი. მე ვიყავი, სად შემოვედი? მე კი არ შემოვედი, შემომიყვანეს საკაცეთი. გინდა შემოგიყვანეს. წავედით განვაგზოთ. შემომიყვანეს საკაცეთი, დამადგა ეს ასაკის ქალი თავზე, სასწრაფოდ გამზადეთ საოპერაციო მახსოვს და ნარკოზი. შემიყვანეს იქვე პირველ სართულზე და გამიკეთეს ნარკოზი. ამის შემდეგ ვიღვიძე პალატაში. თაუბროს ხვევებით, რა თქმა უნდა, როგორაცაა ნარკოზი. და მესმის რასაც ამბობენ რომ ორივე ბავშვები იყვნენ გარდაცვლილი, თითქოს ერთმა ბავშვმა გააფუჭა მეორე. გარდაცვლილ ბავშვებს სტაჟიანი გინეკოლოგი ხართ გეკითხებით ახლა. მშობიარობა იწყება? გარდაცვლილ ბავშვებს. ხო, მუცლად ვიყოთ გარდაცვლილ ნაყოფზე. როგორ იწყება მშობიარობა ყველა ამბობს? რაო, ყველა გარდაცვლილ ნაყოფზე იწყება მშობიარობა? ნაყოფი არ იყო იქ ჩემო გოგო, იყო პატარა ვადა.
7 თვე ნამდვილად არ იყო. ქალბატონო ნანა, როგორც ნესტანიაშვილი მიყვირის და მიკივის ხატია გოგებაშვილთან ერთად რომ სამთვიან ბავშვებზე გვედავებიო, მაინტერესებს თქვენ საიდან გამოთვალე? არა, ზუსტად ესე მითხრა. საიდან გამოგითვალე, იცი? აი შენ რო ენდოკრინოლოგის დასკვნა გაქვს. ხო. 5 თვე არის სადღაც, ახლა ზუსტად არ მახსოვს მე, მაგრამ იქედან გამოთვლით არის 5 თვე, ესა 21-22 კვირა, ჩემო გოგო და 21-22 კვირა ეს იყო, როდესაც თქვენ გადავდექი კონსულტაციაზე, იმიტომ რომ 30 აპრილი. არა, არაფერს არ ვამბობ მე მალე. ერთვეს ამბობ. არა, ნახეთ, რას ვამბობ მე. 30 აპრილს 2000 წელს შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტშიც იყო აღდგომა. ზუსტად ვიყავი მოსული ეხოსკოპიაზე, რომ დადგინდა ორსულობა. არა, ბოლო კვირაში. და ესეთი რაღაცები მითხრა ბატონმა მოსელიანმა, მახსოვს ძალიან კარგად, რომ ეხლა ისეთი დრო არისო, ექიმები არც აბორტებს აკეთებენ, უნდა დადგინე ორსულობაზე და ეს იმიტომ მოხდა ყველაფერი, რომ მე მქონდა გამონადენი, როგორაც გახსოვთ, ტონუსი. და მაგიტომ ვერ გავიგე ორსულობა, რომ მქონდა მენსტრუაცია, მე როგორაც მეგონა და ეს მეუბნება რომ არ არის ეს ტონუსიო, შესაძლოა ერთი ბავშვი იყოს ნაკლიანიო და რომ მკითხე რას ნიშნავს ფიზიკური ექნება, გონებრივი ექნება, რადგანაც მე მანამდე ჩასახსრაწინააღმდეგო წამლები მქონდა ნასვამი და დავანებე თავი. მეუბნება რომ ისაო რა ქვია. ეხლა ვერ გეტყვიო, ისეთი ასაკი გაქვს რომ ბავშვს გამოუჩნდეს ნაკლი, აბორტსაც არავინ გაგიკეთებსო და ზუსტად უკვე ერთ კვირაში ვხდებოდი 5 თვის. და ისეთი ასაკიც არა გაქვს რომ ნაადრევად გამშვებიარონ და ეს თვითონ ავადმყოფი ბავშვი მოგაცილონო. გადაკი კონსულტაციაზე. წამოვედი გადავამოწმე ბეშკენაძესთან. ის მიმტკიცებდა რომ ყველაფერი კარგად იყო და იქ მომიყვანა ექიმის და იქ ტოვებდნენ. ეხოსკოპიის მოძებნა არ იმას გიქნია. არ მინდა მე არავის მოძებნა, ექიმები ყველა ვიპოვე. უკვე ვიცი როდის ხდებოდა ბავშვების მოპარვა, ჩემი შვილები სად უნდა წაიყვანათ. ნამდვილად კარგად მე მახსოვს და ჩემ დასაც რომელიც თავზე მადგა ნინისთან ერთად რომ ბავშვების სტერილის ხმა მესმოდა. წინა კვირაში როგორც გაიყვა, ახალდაბადებული ბავშვები ბლოკში არიან 2 საათის განმავლობაში. ამიტომ მე მესმოდა ჩემი შვილების ხმა გვერდით კედელთან. მისვინე მშობიარობა და ბლოკი არის მეორე სართულზე და შენ იყავი პირველ სართულზე. კი, და რატომ იმიღეს პირველ სართულზე? გინეკოლოგიური ავადმყოფი იყავი და იმი. და ჩანაწერებში რატო არა ვარ არსად თუ ვიყავი გინეკოლოგიური ავადმყოფი და რატომ არ არის გატარებული არც მე და არც ჩემი შვილები? მაგი ახლა ასე რომ არ გაიტარა, ეთყობა არ შეავსო ისტორია ექიმი. არ შეავსო ისტორია ექიმა და თანხარაზე გადამახტევინეს. ერთადერთი ფასიანი კლინიკა იყო. მე მინდა ჩემი ორსულობის ისტორია. ორსულობის ისტორია შენი არის დამწვა, დაიწყა კონსულტაცია. კონსულტაცია დაიწყო, ისეთი უმნიშვნელო ხანძარი იყო და ესეც გამოვიძიეთ, რომ ჭერზე მხოლოდ რაც ჩაქრა მალევე. კონსულტაცია მთლიანად დაიწყო ჩვენი ჩვენ ამოვიღეთ პოლიციის არქივიდან მსგავსი ხანძარი არაფერი არ ყოფილა. მის შემდეგ რაც მე გავარკვიე, იქ სად იყო შეყრილი თქვენი კონსულტაციის ისტორიები, თქვენი ექთანი რომელსაც მივაკითხე იქ ბომონში და მიმტკიცებდა რომ მკვდრად შობადობა იყო და ვეკითხები საიდან იცი შენ კონსულტაციიდან თავი არ გამოგიყოფია და კონსულტაცია მკვდრად შობადობა იყო თუ რა იყო? მეუბნება რომ შენ მხოლოდ დნმ ტესტი გიშველისო. რაო? დნმ ტესტი გიშველისო. ერთ-ერთი თქვენი ძველი ექთანი, რომლის გამოყვანილიც არის 99 წელს ბავშვი, 3 დღის ბავშვი. ის ამბობს, რომ დღის წვაში კეთდებოდა ეს ყველაფერი. თქვენი ყავით ჩემი ექიმი, მე რო ვიყავი შენი ექიმი, ჩემო გოგო, მე ვიყავი ქალთა კონსულტაციის მე მინდა ჩემი ისტორია, იმიტომ რომ მე ვამბობ, რომ ესეთი გამონადენი მქონდა, ტონუსი მქონდა და არანაირი შესანარჩუნებელი მე არ მქონია დანიშნული. მედიკამენტები მქონდა დანიშნული, ასე რომ მაქვს ეჭვი რომ მაპროვოცირებლებს ვიღებდი. რა მედიკამენტები მქონდა დანიშნული? აი ეგ ვერ ამოვიღე და ამიტომ მინდა სწორედ ისტორია ჩემი, რომ ნახო საერთოდ თუ არის ჩემზეც ეს ისტორია გახსოვს. ისტორია ხო იყავი იქ და არ არისო გითხრე. ვინ მითხრა არ არისო, მე მითხრას რომ გაიტანეს ისტორიები მას შემდეგ. ქალბატონმა მარინა იობიძემ ესეთი სიტყვები მითხრა, როდესაც მივედი და ვთხოვე, ჩემი ისტორია მოეცა, რადგანაც მისი და ქეთევანი იყო თქვენი კონსულტაციის დირექტორი. თქვენი უახლოესი დაქალი. ვთხოვე მომეცით მეთქი არ მინდა არც პოლიცია არც პროკურატურა არავინ და ესეთი პასუხი გამსა. წაგიდა ხონელიძეს მოთხოვე შენ შესაქმეს მიხედა ჩემდას თუ ვინმე პასუხს მოთხოვს იურიდიული აქვს დამთავრებული და ტყვიას ტყვიაში ჩააჯენსო.
ჩვენ ვიყავით მაგიც იყო დაბარებული მილიციაში. მეც ვიყავი დაბარებული მილიციაში. აქაც ვიყავი დაბარებული. ეხლა შეგვიძლია მივიდეთ და კიდევ გავიმეოროთ. მე მაქვს იმის ეჭვი, რომ თქვენ ისტორიას განგებთ არაჩენს და ვიცი რომ იქიდან გატანილი არის ისტორიები, რადგანაც იქ არის რაღაც არასწორად ჩემს ისტორიაში გატარებული და საერთოდ თუ არის ჩემს გვარზე, ესეც კიდევ საკითხავია. ეს ახლა მე არ ვიცი ვის უნდა მიმართოთ, მაგრამ მე არაფერთ უკვე და მოვიდა პასუხი რომ ისტორიები არის, ჩემი არ არის უბრალოდ. არავის ისტორია არ დარჩა. რას ამბობთ და თქვენი ერთიანი მიმკიცებს რომ 2002 წელს იყო იანვარში ხანძარი პალტო დამეწვა ისეთი ხანძარი და გარეთ ექიმთან ვის ისტორიებიც იყო დაიწვაო. დაიწვა ისტორია. და ჩემს ისტორიას 2000 წლიანს რა უნდა და 2002 წელს თქვენთან. რომელი წლიანი არის შენი ისტორია? 2000. 2000 და დაიწვა როდის ისტორია? 2002-ში. 2002-ში. რა უნდა და დაიწვა მთელი ისტორიები. მაშინ არქივში ვის ისტორიები დევს იქ? მე არ ვიცი. შევიდნენ იქ და ნახენ ჩემს გარდა არის ყველას ისტორიები. ჩემი ისტორია. რომელ წლიანი ისტორიები არის შენ? 2000-იანებზეა საუბარი. ისე იგი მე ვერ გეტყვი მაგას. მაგი გამოიწვიოს. ვისაც ეკუთვნის. მოდით გადავიდეთ პირდაპირ განყოფილებაში. და ეხლა მე რომ შევხვდით თქვენ, ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ ნებაყოფლობით. არ მაინტერესებს რა თქმა უნდა ნებაყოფლობით. ანუ მე გამომიძახო შენ შეგიძლია კიდევ იჩივლო. მე მაინტერესებს თქვენ რატომ მიეცით ჩვენება რომ თითქოს და უნდა ვიყო აღრიცხვაზე კლინიკაში, მაგრამ თუ ნაცნობობით ვიყავი მაშინ არ ვიქნები და როდის იქეთ ნაცნობობით გვიღებდა ხონელიძის მეორე კონსულტაცია, ქალთა კონსულტაცია უფასოდ და ნაცნობობით. მაგისანა მე არა მაგ დაწერილი. გაქვს დაწერილი, ამოვიკითხე და ასევე მეორეჯერ გაქვს ნათქვამი რომ გათვლის ბარათი უნდა იყოს სადღაც. სადღაც არა. 7 თვის ვადაზე ვაძლევდით გაცრა გამოცდის ბარათი, მაგრამ ამ შემთხვევაში რომ ეს სახშივე დამეწყო. არ იყავი 7 თვის ორსული. სადღაც არის 7 თვის ორსული, არის 30 კვირა. ამხელა არ არის, აი რომ დაითვალო, იქაც დავათვლევიე მე თვითონ მილიციას, რომ რამდენი გამოდიხარ შენი იმ ფურცელით, რომელიც გაქვს შენარჩუნებული. ის ფურცელი არ არის ჩემი მშობიარობის, ის ფურცელი არის. არ არის მშობიარობის, ვიცი, კი. არა, გეტყვით, მაგრამ იქიდან შენ რომ მშობიარობის ვადა გითხარი, დავითვალეთ იმ ფურცლიდან მშობიარობის ვადამდე და გამოვიდა 21, 22, თუ გინდა 22 თქვი, აპრილის ბოლოს რო გავხდი მე 20 კვირის 5 თვის. ივნისში არ გამოვდივარ 7 თვის. მე 7 თვეში არ ვიყავი ივნისში. ესა ჩანაწერი ქალბატონო ნანა არის, როდესაც მივედი მოსელიანთან, 30-ში იყო აღდგომა, პირველში იყო მიცვალებულების დღე. 2-ში ან 3-ში ან 4-ში ვარ თქვენთან კონსულტაციაზე და შემდეგ რადგანაც საჭირო იყო ენდოკრინოლოგის ჩაწერა და ენდოკრინოლოგის შემოწმება, წავედი ჩემს პირად ენდოკრინოლოგთან, სადაც ისტორიები არ იყო და 97 წლიდან ყველა ჩემი ორსულობა იქ არის აღნიშნული. ანუ ეს არის ის პერიოდი, როდესაც მე დავდექი აღრიცხვაზე და არა როდესაც ვიმშობიარე. კი, როდესაც არა, მაგი არ ვიცი მე როდის დადექი შენ ალბათ ცოტა ადრე, იმიტომ რომ გაგიშვი. ხო, შეიძლება ჩემი ისტორია გამოაჩინოთ. მე და კარგი რა, ჩემო გოგო. რა კარგი რა? მე არა მაქვს ნამდვილად შენი ისტორია. არც გადამიმალავს დაიწვა ისტორიები და შენი ისტორია როგორ ჩანს მე ხო გაგიშვი შენი. ადამიანში. წადი და იქ მოძებნე. კი, მივედი იქ, კი. და ესე მითხრა თქვენმა ნაცნობა ქეთევანის და მარინა იობიძემ რომ ნანა რას გეტყოდა, აბა ისეთი უფროსი ყავს ხონელიძეო. რა უნდა ეხა ვიზავაბაროთ? ეს კითხეთ ქეთინაშია. ეს კითხეთ მარინას. იმიტომ რომ ისე მითხრა რომ ნანა მეტი ვერაფერი ვერ გითხრა. რა მეტი არ ვიცი მე და რა უნდა გიმეთქვა. მეტი არაფერი არ ვიცი ნამდვილად. თქვენმა ექთანმაიცის მკვლელჩობადობები იყო მეუბნება და შენ დნმ ტესტი გიშველისო. ხო, მომისმინე ის გოგო ყავდათ წაყვანილი, მილიცია გამოკითხა ის გოგო. რა თქმა უნდა, მე რომ მივედი დაქილებული იყო. მე რა თქვა, რაცა თქვენ ამბობთ, რომ ხანძარი იყო 2002 წელს იანვარში. ხო. არა, ის საიდან მოიტანე აბა? დადგინდა, საიდან მოიტანე და პირში მითხრა და დადგინდა რომ ხანძარი იყო 2002-ში
და ჩემი ისტორია რატომ უნდა ყოფილიყო 2002-ში ექიმთან? მე მისმინე ექიმთან რატომ უნდა ყოფილიყო და არა ბრატ ეს ესე იგი თქვენ ეხა მე არ მომყვებით პოლიციაში. კარგი, მე ეხა მივიდივარ პოლიციაში, ვამბობ რომ ოფიციალურად გინდათ გამოკითხვა, მე არ ჭირდება გადაწყვიტავენ ისინი და მე მივალ როგორ კი ბატონო, გადაწყვიტავენ ისინი. შეგიძლიათ გადაცეთ ქალბატონ ქეთევანსაც, რომელიც იყო კონსულტაციის დირექტორი. კი ბატონო. ყველაფერი უნდა თქვათ, იმიტომ რომ უკვე ექცნები, ვინც არიან ამ საქმეში ჩართული, ყველაფერი თქვეს. აი გადაწყვიტონ. კი ბატონო, მივდივარ ეხლა მე.